But თავარი მოთხოვნა რაც არის ამ ეტაპზე არის ახალი სამართლიანი არჩევნები და იმ პოლიტიკური ტყვეების განთავისუფლება, რომლებიც ამ რეჟიმმა დააპატიმრა. ანუ დღეს უკვე სულ რო გვერდზე გადავდოთ, ჯერ როგორ უნდა გადავდოთ გვერდზე ევროკავშირში, მაგრამ სულ გადავდოთ, მივიღეთ გაცხადებული ავტორიტარული სახელმწიფო, რომელშიც ცხოვრება მე პირადად არ მინდა და არ მგონია ვინმე ნორმალურ ადამიანს სურდეს ავტოკრატიულ რეჟიმში ცხოვრება. ეს იყო ის მიზეზი, რატომაც ჩამოვედი და ასევე მგონია, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი ჩვენ თანამედროვე სახელმწიფოს ისტორიაში. ალბათ ეხლა გვაქვს ის მომენტი, რომ ავიღოთ სწორი ვექტორი და სწორი მიმართულებით წავიყვანოთ ქვეყნის განვითარების კურსი. ეს იყო მოტივი, რატომაც დავაპაუზე ასე თქვა სწავლა, გერმანიაში სწავლობ აეროკოსმოსური ინჟინერიის მიმართულებით, ასევე მუშაობ მაგ სფეროში. ამ პროტესტების ფონზე დავწერე შეებულება, სწავლა შეიძლება ცოტა გამეწელოს, მაგრამ ყველამ უნდა მე მგონი ძალიან ბევრი ადამიანი აცნობიერებს და ძალიან სასიხარულოა ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ბრძოლა, ეხლა რაშიც ჩვენ ვართ და დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენი გამარჯვებით დასრულდება. მე როგორც გითხარით ვარ აეროკოსმოსური ინჟინერიის სტუდენტი და ჩემენაზე შევეცადე მე თქვა ის ცხადი ჭეშმარიტება, რაც ყველამ ვიცით. აქ ხედავთ ეგრეთ წოდებული ინტეგრალის სიმბოლს, რომელიც კონკრეტული ფუნქციისგან გვაძლევს მის მშობელ ფუნქციას. მე მგონი უკვე ნათელი არის ეს მესიჯი. ამ ბოლო დღების განმავლობაში ჩვენ ნახეთ, რომ ყოველ დღე უფრო და უფრო რაღაც დრაკონულ, დემონურ კანონებს იღებენ, რომ მაქსიმალურად შეზღუდონ ჩვენი გამოხატვის თავისუფლება. ძალიან დიდ იმედს მაძლევს ის ფაქტი, რომ უკვე მე 20 დღე არის, მე მგონი ეს პროტესტები მიმდინარეობს და აქ მოსულ ადამიანებს უკვე ემოციის ფონზე გამოსული ადამიანები არ არიან, ესერი არიან, ჩვენ ვართ აქ სრულიად გააზრებული ვართ, სად ვართ, რა გვინდა, რა მოთხოვნები გვაქვს და საით მინდა წავიდეთ. ეს მაძლევს ძალიან დიდ იმედს და პოზიტიურ მუხტს, რომ ჩვენ ამ ბრძოლას მივიყვანთ ბოლომდე.